მადლობა თქვენ და თქვენს ტელევიზიას და თქვენს არხს. ასევე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას. აი, ახლა ეს არ მინდა ეს სიტყვები ისე გამომივიდეს, მაგრამ იმდენი სიყვარული და სითბო ვიგრძელი მე, რომ მარტო ამ სიყვარულის და სითბოს მიღებისთვის ღირდა იმ ჯურგულში ყოფნა და კიდე ბატონო დავით მინდა ესეთი რამე რომ მე ვარ ქართველი კაცი, უზომოდ ვარ შეყვარებული ჩემ ქართველებზე, ჩემ საქართველოზე და ყოველთვის იქ ვარ, სადაც ჩემი გაჭირვებული ქართველი ხალხია და არ მინდა ეხლა ეს ჩვენი დაჭერა რომ თითქოს რაღაცას უბრალოდ მე მინდა ფაქტი რაც ხდება საქართველოში. ფაქტის კონსტატაცია და კიდე ის მინდა რომ ჩვენ იქ არაფერი, ჩვენ მქონდა 14 დღიანი და ეს არაფერიც არ იყო საქართველოსთვის. მე ვთვლი რომ მე 20 წელის უციხეში ვარ. დაწყებული 92 წლიდან, როდესაც ეროვნული ხელისუფლება ჩამოაგდეს ამ ბანდიტებმა და მე მოღალატე შევარდნაძემ და მე ასე შემდეგ და კი ვიცით ეს მოვლენები, ერთადერთი რაც იყო იმედის ნაპერწკალი, როდესაც ეს გიჟი გადარეული კაცი ხელისუფლებაში მოყვავდა და როგორ გადაგვიხადა ის მადლობა, ყველამ კარგად ვიცით ჩვენ და აქ იყო ესეთი კითხვა, სხვათა შორის ბატონ დავით მოსამართლემ შემეკითხა და იქ რომ რა გინდოდა ამ დილის 7 საათზე ბაგებში. მე ვეკითხები ახლა ამ მიშა სააკაშვილს. რა მინდოდა მე ბოლნიში, რა მინდოდა მე 2002 წელს, როდესაც დავყვებოდი და ფიზიკური შეხლა-შემოხლები მქონდა პოლიციის თანამშრომლებთან, ზოგს ვცემდით, ზოგს თავს უტეხავდი, ზოგი თავს გვიტეხავდა და ერთი კაცი არ დაუჭერიათ არავის არასდროს, მაგრამ ახლა ეს ფაქტია რომ ეს თვითონ შევარდნაძემ არ გაძღა ამ კაცის მოღალატეობრივი და მას თავისი დანაშაულებრივი ქმედებები რომ დაეფარა, მოიყვანა ეს გიჟი გადარეული კაცი ხელისუფლებაში, რომ ბოლომდე გაეწირა ქართველი ხალხი. ბოლომდე თუ არა, ახლა მე დარწმუნებული ვარ, შევარდნაძე შესანიშნავად იცოდა რა სულელი კაცთან ჰქონდა საქმე და ვინ მოყავდა ხელისუფლებაში. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, რომ შევარდნაძე დაავიწყა ქართველ ხალხს. და მე ამ დაპატიმრებით ბატონო დავით მივხვდი იმას, რომ ამას არავით არის, ახლა მე არა ვარ ის, რომ ვიღაცას ამას უყებოდა იმის გულისთვის, რომ ახლა მჭირდებოდეს ვინმესი და მე მინდა ჩემ მეგობრების სიყვარული მომენატრა, ჩემ მეგობრების მოფერება მომენატრა და გაცივდა ურთიერთობები მეგობრებს, მაკაცებს, ახლობლებს და აი რა ვიცი, ისეთ თაობებს, ისეთ გაციებულ ხალხს აი ვეღარ ვიღებ, აი იმიტომ ვიძახი, რომ იმდენად შემევსო ორგანიზმი 14 დღიანი გამოსვლის შემდეგ, როცა ეს ჩემი უსაყვარლესი ხალხი, ის დევნილები საქართველოში ხალხი ხვდებოდა, რომ ალბათ მართლა გეუბნები წელიწადში ერთხელ თუ დამაკავებენ და ამ დიდ სიყვარულს და სითბოს მივიღებენ, მე მიღიც. აი ამისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი მართლა სერიოზულად ვფიქრობ. მე ახლა 5 შვილის მამა ვარ და მე მინდა ყველა მშობელს მოუწოდო, აქ არ არის გია ყრუაშვილი და მანუ ჩარსიგუას დაკავებაზე საუბარი, აქ არის პრობლემა. 17-18 წლის ბავშვებს თუ ვინმეს მამას 2 კაპიკი უდევს სახლში, შეიძლება აღმოაჩნდეს 5 კილო ტროტილი, შეიძლება აღმოაჩნდეს ნარკოტიკი და ადვილად წირავენ ხალხს. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიხეილ სააკაშვილს საშინლად ეზიზღება ქართველი ხალხი. ამას ღვთის წინაშე ვიძახი დღევანდელ დღეს. ამ კაც ქართველი ხალხი არ უყვარს, ამას უყვარს თავისე თვითონ უნდა იყოს ყველაზე კარგი და თვითონ არის როგორიც არის კი ხედავთ და მაგაზე ცუდები ისე მრავალწლიანი პოლიტიკა და ჭყალებში შემოქმედება ამისი ნახევარი და ბატონ დავით ახლა რაც იყო, ახლა მე უბრალოდ მინდა ფაქტი ის თქვა რომ უკაცრავად სანამ აი თვითონ რა ვქე მოყვებით რა მდგომარეობაში გიწევდათ ესე იგი კიდე მაგას ყოფნა მინდა მე რადიო მსმენელს და ინტერნეტ ტელემაყურებელს შევახსენო ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, ეს არის 14 40 86 და 18 13 52 14 40 86 13 18 უკაცრავად 13 52 გთხოვთ შემოხვიდეთ დასვა თქვენთვის საინტერესო კითხვა, უბრალოდ დააფიქსიროთ პოზიცია და მხარდაჭერა დევნილთა პრობლემების მიმართ. დილის 6 საათზე, 7 საათზე მივედი მე იქ ჩემ დევნილებთან, სადაც აი იყო შემზარავი სურათი, ბატონო დავით, 1500-ზე მეტი პოლიცია იცავდა 30 ოჯახიან კორპუსს. და ეხლა ეს პოლიცია არის როგორ? ესენ ალყაშემორტყმული ყავთ ეს ჩვენება, მაგრამ როგორც ასეთი კრიმინალები, რომლებიც არიან ეგრეთ წოდებული შემსრულებლები, ვინაც ხალხის დამტვრევით, ცემით, ჩამოტანით, ჩამოგდებით, მანქანაში ჩატენვით, იქ არის ეს შიგა ჯგუფი, რომლებიც დადიან სამოქალაქო ფორმებში. როდესაც ეს ქალბატონები
გადაუდგნენ წინ მანქანას ფაქტიურად, სადაც პატარა ბავშვი იდგა, რომ 3 წლის ეჯინა მშობელს და იყო საშინელი სურათი ტიროდა და მოყავდათ ეს მანქანა და მისი ქონება იდო მანქანაზე, მართლა ცუდად გავხდი და ამ დროს მე სტაციის ხელი და არაფერი არ მახსოვს ფაქტიურად, როგორ აღმოჩნდი იმ ყვითელ ავტობუსების უკან და საერთოდ არაფერი რა, საერთოდ და მე რა იყო ზარი ჩვენ მე როდესაც ახლა იქ შეურაცხყოფები და გინებებზე და აი ადამიანის არაადამიანურ მოქცევებზე მე მეკცეოდნენ იქ ისე არ ამგონია მსოფლიოს რომელიღაც ქვეყანაში ახლა წარმოგიდგენია უდანაშაულო კაცს როგორ ექცევიან და ესენი დამნაშავე რო იყოს ან რაღაცა რო იყოს ან პოლიტიკურად არ მოწონდეთ ან ისე არ მოწონდეთ იმათ რას უზავენ ხო და როდესაც აღმოჩნდი მანქანაში ფაქტიურად სიმართლე რო სიზმარში მეგონა აი ჯერ ვერ გავერკვიე ვერაფერში და ამ ვაკე საბურთალოს პოლიციაში რომ მიგვიყვანეს ეს დამოკიდებულება იყო რა, იცი, აი პირუტყვს არ ექცევიან ესე ნამდვილად, აი არც სიტყვიერი, არც ის აი ყველანაირად განადგურებული ხარ მორალურად და რა ვიცი და მანქანიდან განხორციელდა ზარი. ვინც იყო ჩემთან ერთად და იყო ესეთი რამე, შევ 5 კაცი დაჭერილია, აყვანილია 3 ქალბატონი და 2 კაცი და კიდია საჭირო. ჩვენი დაჭერა ემსახურებოდა დავით იმას რომ ადონდავით იმას რომ ხალხში წასულიყო შიში რა ხო დაიჭირეს 5 თუ აქ არაფერი ჩვენ რა იქ ვიყავით 30 ადამიანი თუ აი 50 რას უზავდით იმ 1000 პოლიციელს მაგრამ აქ იყო ფაქტი უნდა დაფიქსირებულიყო იქიდან გამომდინარე რომ აი ხალხს აი ესე ეპყრობიან შემდეგ რომ მიგვიყვანეს ჩვენ სასამართლოში იქ პოლიციაში ვინც მიგვიყვანა მანქანიდან დაუძახა იქ პატარა 20-22 წლის ორი ბიჭი იყო მე და მანუჩარის შემთხვევაში ქალბატონების შემთხვევაში იყო 2 ახალგაზრდა გოგო რომლის გვარებსაც ახლა ერთ დღესაღამოს მეწოდინება და მაგათი გვარები და მისამართები უნდა ვამჩნო საზოგადოებას რომ იმ კორპუსებში იცოდნენ თუ ვისთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ბავშვები და ვის ოჯახებში არიან ესენი გაზრდილები იმიტომ მე ჩემ შემთხვევაში გადავდავით არ ვიძახი როდესაც მიგვიყვანეს ამ ქადაც ვინც მიგვიყვანა იმან ამ თანამშრომლებს უთხრა ამ კაცებზე სამთვიანს მოითხოვ სასამართლოზე, ამ ქალბატონებზე 400 ლარი. ეს გადაწყდა პირდაპირ ვაკის საბურთალოს განყოფილებაში, რაც უნდა მომხდარიყო სასამართლოზე. ეს როგორც წესი ხდება ხოლმე ამ პოლიციაში, ამ პროკურატურაში იღებენ ესე გადაწყვეტილებას და დირექტივას შემდეგ აღასრულებს ხოლმე. სხვათა შორის ბოლომდე არენდობიან ამათ ამ პოლიციელებს და ჩვენ რო წავიყვანეს, რო არენდობიან, გამოვაყოლეს კიდე თანამშრომლები 2 მანქანით რომ ზუსტად ასე უნდა ეთქვათ ამათ სასამართლოზე. თვითონაც არენდობიან ერთმანეთს. ხო და მე გამიკვირდა ის პატარა გოგო იყო და ის ქალბატონი ბელა, რომელმაც წარადგინა მესამე კატეგორიის სიმსივნის ცნობა ონკოლოგიური საავადმყოფოდან. და ქალბატონი არის 5 შვილის დედა თუ არ ვხვდები. ხო და არის 55 ზღვარქვემოთ ხო არ და ამ ქალბატონს აქვს 25 ქულა მინიჭებული. არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და ამ ქალბატონს ლავის ერთვიანი შეუფარდეს და ეს გოგონა რომელიც იყო ცრუ მოწმე რომელიც იმ შემთხვევაში სასამართლოს ჩვენებას აძლევდა შემთხვევის ადგილზე ესენი არც ერთი არ ყოფილან. და მე ამ ქალბატონის წინააღმდეგ ამ გოგონამ რო ჩვენება მიცა მე იგი ჩემზე კარგს მართლა არ ველოდებოდი არაფერს სადაც ახლა ასე ჯანმრთელობის და ესეთ ქალბატონს 20 წლის გოგო ესეთ რამეს იტყვის რავი იქ რაღაცზე უნდა ილაპარაკო და საერთოდ არ ველოდებოდი მე ამ პირიქით სამთვიანი მოითხოვეს ჩვენზე მოითხოვეს სამჯერ თითქოს მე ვიყავი ისეთი აგრესიული რომ ვერ მაკავებდნენ თითქოს ეს ვინც იყო ცრუ მოწმე იწეხოდა რომ ესე იგი მე ხვერწებოდნენ თურმე რომ მე დამშვიდებულიყავი და ესე იგი თურმე მე ვერ მშვიდებოდი და ისეთი განაჩენი ისა მე თვითონ შემწვა ისა რა ქვია ჩემი თავის მეთქი ეს თუ მე ამას ვაკეთებდი ყველაფერს და ახლა მოსამართლემ არ ვიცი რატომ მიიღო გადაწყვეტილება მე ველოდებოდი 3 თვიდან ახლა ესე 14 დღის მოცემას ნამდვილად არ ველოდებოდი მაგრამ იქ ფაქტი ერთიც არის ჩვენთვის რომ მოეცა 15 დღე ჩვენ გვეკუთვნოდა პრაგულკას რო უძახიან და მოგვცეს 14 და 14 დღიანებს გარეთ გამოსვლა საერთოდ არ არის გასეირნების უფლება ხო და ეხლა ვიტყვი იმ საშინელ მდგომარეობას რაც ხდება რომელიც არ განსხვავდება პენიტენციარული სისტემის სხვადასხვა დაწესებულებებისგან აი ეს ახალ გასასმელი სადაც უკვე 10000-ობით პატრიმონიალური ზოგი პოლიტიკა კარგ პირობებში როგორც საქართველოში არიან კარგ პირობებში და არ ეხებიან იაღაველებს მამათმავლებს და
ან გადაგვარებულ ხალხს ისე არიან ციხეში. ციხეში პლაზმური ტელევიზორები უდევთ ეგრეთ წოდებული ქათმები